გიორგი უკვე მეცხრე თვეა დაკავებულია უკანონოდ აბსურდული ბრალდებებით ის რასაც ედავებიან პრინციპში აღიარებს, თუმცა იმის გამო რომ უბრალოდ სხვა ადამიანები დაიცვა და იმის გამო რომ ზრუნავს სხვა ხალხზე და ზრუნავს სამშობლოზე და უყვარს თავის ქვეყანა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის არ ვიცი რა სიზავენ მოლოდინი რა შეიძლება გქონდეს ამ აბსოლუტურად არაადეკვატური ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან და თან ამ ხელისუფლებას ვახსენებ იმიტომ რომ დავრწმუნდით უკვე საბოლოოდ რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, სასამართლო არის მხოლოდ ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი და უпростоრედ ერთი ადამიანის დავალებების შემსრულებელი. ამის ყურება ძალიან მტკივნეულია და არ ვიცი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ არ ვიცი პირველ რიგში სასამართლო უნდა გათავისუფლდეს ამ ძალადობრივი რეჟიმისგან იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მოგვეცეს ნორმალურად ცხოვრება გავაგრძელოთ ქვეყანაში და არსებობდეს სამართალი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო პირველი რამ, რაც ადამიანს სჭირდება ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის.